კრიზისი შესაძლებლობა გახდა მისთვის, რომ ისტორიაში შესულიყო ადამიანად, რომელმაც ბარსელონა გადაარჩინა. ფინანსურად ორივე პრეზიდენტის დროს კლუბი ერთი მიმართულებით მიდიოდა. მოლაპარაკებები Goldman Sachs-თან კრედიტის თაობაზე. ეს მოლაპარაკებები ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელობის დროს დაიწყო. თუმცა ლაპორტამ შექმნა ნარატივი კლუბის გადარჩენის თაობაზე, რის გამოც გულშემატკივრებმა უფრო მარტივად მიიღეს ის რთული და ხისტი გადაწყვეტილებები, რაც მათ ლაპორტამ შესთავაზა. მას უკვე შეეძლო მანევრირება განეხორციელებინა, გაეშვა არასაჭირო ფეხბურთელები მიბრუნებულიყო ლამასიისკენ და კონცენტრირებულიყო სტადიონის რეკონსტრუქციისკენ. ეს ახალი ერის დასაწყისი იყო. სწორედ ამ დროს სცენაზე საბოლოოდ გამოდის Goldman Sachs, რომელმაც კატალონიელებს 500 მილიონიანი კრედიტი მისცა. ეს ფული წავიდა ყველაზე მნიშვნელოვანზე: ხელფასები, ოპერაციული ხარჯები და კლუბის სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნება. ბარსამ პრაქტიკულად შეწყვიტა საკუთარი სახსრებიდან გადახდა და ვალით დაიწყო ცხოვრება. ყველაზე მასშტაბური და ამავდროულად სიმბოლური ფინანსური გადაწყვეტილება გახდა ესპაი ბარსა, ანუ კამპ ნოუს და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია. 2023 წელს კატალონიელებმა 1,450 მილიონი ევრო ისესხეს ამ პროექტის გამო. ეს იყო კლუბის ისტორიაში უდიდესი კრედიტი.